პრემიერი განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდების პირველი ნაკადი საჯარო უწყებებში დასაქმდება. განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2 წლის განმავლობაში 200-ზე მეტი სტუდენტის საზღვარგარეთ სწავლა დააფინანსა. როგორც თქვენ იკისრეთ ვალდებულება სამშობლოს დაბრუნების, ასევე ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება, რომ დაბრუნებისთანავე ჩვენ უზრუნველყოფთ შესაბამის სამსახურს სახელმწიფო სტრუქტურებში. და სწორედ დღეს შევხვდით იმისთვის, რომ უკვე გადავწყვიტოთ და თქვენი პროფესიის, თქვენი სპეციალობის, თქვენი ცოდნის შესაბამის სამსახურები შემოგთავაზოთ. დღეს გქონდა პირველი შეხვედრა იმ კურსდამთავრებულებთან, რომლის პირველი კოჰორტიდან დაგვიბრუნდნენ სამშობლოში. შეხვედრა მიზნად ისახავდა ამ კონკრეტული კურსდამთავრებულების პროფესიული ინტერესების შესახებ გასაუბრებას, რათა მათი დასაქმება სახელშეკრულებო ფორმატით იყოს შესაძლებელი შემდგომი 2 კვირის მანძილზე. ჩემი мотиваცია იყო კონკრეტული წვლილი შეტანა საჯარო სექტორში ამ მიმართულებით და დიდი მადლობა, რომ მომეცა საშუალება სწავლა გამაგრძელებინა ანტვერპენის უნივერსიტეტში და შესაბამისად ახლა რეალიზაცია მოვახდინო ამ ცოდნის.